8405. მტკივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები. დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები. სამედიცინო სერვისი და ყველაზე აქტუალური კითხვები გადაცემაში. ექიმის თაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს კვირაა და ტრადიციულად თქვენთვის მუშაობს ექიმის თაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად თქვენთვის მნიშვნელოვანი მტკივნეული თემები და პროფესიონალი სპეციალისტების რჩევებით. მას ასე როგორც ვაანონსებდით, რა იქნება გადაცემის დღევანდელი გადაცემის მთავარი თემები, ვინ იქნებიან სტუმრები და რა კითხვების ირგვლივ შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში დარეკვა ან კითხვების გამოგზავნა. გადაცემის თემები, როგორც ჩვენ ვაანონსებდით, გახლავთ კლინიკა ჰატერმანი და ინოვაციური მკურნალობის ამერიკული მეთოდები თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის. ეს არის ფართო სპექტრის სერვისი მოიცავს კლინიკა ჰატერმანის სამუშაო პროფილი, დაწყებული იმავე პროქტოლოგიით, რომელიც ბუასილის მკურნალობის ყველაზე სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდს წარმოადგენს, ჰემორაიდალური კვანძების ლიკვიდაცია და პროლაფსის მკურნალობა ქირურგიული ოპერაციების გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ნოუ-ჰაუა და ძალიან საინტერესო ერთი სული მაქვს კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული მკურნალობის მეთოდოლოგია თქვენთან ერთად მოვისმინო. შემდეგი მნიშვნელოვანი სერვისი, რასაც კლინიკა ჰატერმანი წარმოგიდგენთ და ინოვაციური მკურნალობის ამერიკული მეთოდი, გახლავთ წონის მართვა, ინდივიდუალური პროგრამები ჯანსაღი წონის მიღწევისა და შენარჩუნებისათვის, დიეტის შედგენა თქვენი ჯანმრთელობისათვის და პარალელურად, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ემოციური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ამეთანხმებით, რომ ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კომპლექსში წარმოდგენილი და მულტიფუნქციურად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა გახლავთ კლინიკა, რომელიც აბსოლუტურად საერთაშორისო ხარისხისა და მართვის მეთოდოლოგიას ეყრდნობა და კლინიკა ჰატერმანი გახლავთ სწორედ ასეთი მთლიანად ამერიკული მეთოდოლოგია და მიდგომები პაციენტთან ურთიერთობისას, ამიტომ მე და ჩვენს გაერთიანებულ მედია ჯგუფს მიაჩნია, რომ წლის ჯილდო ამერიკული ინოვაციების და ზოგადად მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისათვის კლინიკა ჰატერმანს დამსახურებულად გადაეცემა, ვინ წარმოადგენს დღეს კლინიკას პირდაპირ ეთერში. ქალბატონი ხათუნა ხორავა, რა თქმა უნდა, ძალსახად ძალიან დიდი პატივია კლინიკა ჰატერმანის დამფუძნებელი, სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი და ბატონი რევაზ გაბაშვილი, დირექტორი ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა მათ სტუდიაში მობრძანებისათვის. მე პაციენტებს, ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს ყველას შევახსენებთ, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 291 0101, გვისმენთ FM 92-ზე, გვიყურებთ ტელეკომპანია Georgian Times-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ 40 წუთის განმავლობაში კიდევ გამოგვიგზავნოთ გარდა თქვენი მაურაცხელი კითხვებისა, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ. მაშასა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ქალბატონ ხათუნა, მინდა გითხრათ, რომ კლინიკა ჰატერმანისათვის ეს ჯილდო ალბათ არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ რაღაცნაირად სიმბოლური გამოხატულება ამ ახალი წლის დღეებში, რომ თქვენი სახით, თქვენი მიდგომების სახით ქართულ მედიცინაში წარმოდგენილი არის კლინიკა ჰატერმანი, როგორც პაციენტებზე ზრუნვის განსაკუთრებულად სათუთი, ასე ვთქვათ, სამსახური, ასე დავარქმევდი მე. კიდევ ერთხელ მადლობა და რაღაცნაირად მიიღეთ ჩვენგან სიმბოლური პრიზი ნიშნად თქვენი მადლიერი პაციენტების გამოხატულებისა. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ეკა. პირველ რიგში ამ მნიშვნელოვან და ძალიან ძვირფას დღეებში ყველასთვის, მოწვევისთვის, პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გეტყვით იმ სიტყვებისთვის, როცა თქვენ დამიკავშირდით მე და აბსოლუტურად უცნობ ადამიანს ისეთი განწყობით გამესაუბრეთ, მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემ თავს, რომ მე უნდა მესაუბრა დღეს თითქმის მესამე შვილზე, ჩემთვის კლინიკა ჰატერმანზე. აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ის არის ნამდვილად მესამე შვილი, ვინაიდან, როდესაც მე ვაფუძნებდი ამ კლინიკას, პირველ რიგში იყო გააზრებული ის საკითხი, რომ ჩვენთან მოსული პაციენტი არ მოვიდოდა კლინიკაში, არ მოვიდოდა ის მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო სივრცეში. ის უნდა მოსულიყო როგორც საკუთარ
ოჯახში, როგორც საკუთარ გარემოში, სადაც მას შეხვდებოდნენ როგორც ადამიანს პირველ რიგში, როგორც ერთიან მთლიანობას. იმიტომ რომ ჩვენთან მკურნალობის პროცესში არც ერთ პაციენტს არ განვიხილავთ როგორც კონკრეტული ავადობის კუთხით. მას ჩვენ ვიხილავთ როგორც ერთიან მთლიანობას. სწორედ ამიტომ ყველა ჩვენი მიდგომა არის დაფუძნებული ერთიან ფსიქოსომატურ, მის როგორც მენტალურ გაჯანსაღებაზე, ასევე ფიზიკურ გაჯანსაღებაზე. ეს ურთიერთკავშირი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობა ყოველთვის არის დაფუძნებული ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და მდგომარეობაზე და რასაკვირველია პირიქით აუცილებლად. შესაბამისად, ჩვენ ყველა წუხილს ვისმენთ პაციენტისას, ეს წუხილები შეიძლება იყოს ურთიერთდაკავშირებული, შეიძლება იყოს კომბინირებული, თან როგორი ფორმით იცით, პლუს შეიძლება ეს წუხილები იყოს დაკავშირებული ბავშვობიდან მოყოლებული გარკვეული ტიპის ტრავმებთან. აი ამ ყველაფერზე კომპლექსურად მუშაობით მიმდინარეობს პაციენტის პატრონაჟი, როგორც წონის კორექციის პროცესში, ასევე იმ დელიკატურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პროქტოლოგიური პრობლემები. მე აუცილებლად უფრო დეტალურად ვისაუბრებ პროქტოლოგიურ საკითხებზე და შემდეგ უკვე თავად იმ ნოუ-ჰაუ მეთოდზე, რომელიც კლინიკის წამყვანი საქმეა, იცით, შევეცდები სწორედ ამიტომ ვთხოვე ბატონ რევას, რომ თავად ესაუბრა ამ მეთოდზე უფრო უკეთესი კი ბატონო. არა მარტო როგორც ხელმძღვანელს, არამედ ამ პროცესის და ამ მეთოდის სულის ჩამდგმელს. ჩვენ 99 წლამდე მუშაობდით ჩვეულებრივად სტანდარტული მეთოდებით, იმ ქირურგიული მეთოდებით, რომელიც არის ჩვეულებრივად ქირურგებისთვის მოწოდებული იმ სტანდარტებით, იმ რეგულაციებით, მაგრამ როდესაც ჩვენ პაციენტს ერთიანობაში ვსწავლობდით, იმდენად მატრამვირებელი იყო ეს ყველაფერი პაციენტებისთვის, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, ხო, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ მიმართულებით, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი, რომ პაციენტებისთვის პირველ რიგში ეს საკითხები ყოფილიყო უმტკივნეულოდ გასაჟღერებელი, მომართვიანობა ყოფილიყო თავისუფალი, გულწრფელი ურთიერთობა ჩვენსა და პაციენტებს შორის, სანდოობის გარანტიები და რასაკვირველია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს პაციენტს, უნდა ყოფილიყო მისთვის ატრაუმული და უმტკივნეულო. გავიკეთოთ ზარია პირდაპირ ეთერში და მოვისმინოთ რა კითხვა აქვს ჩვენს შეგძლიათ უბრალოდ ყურთანაც. კი ბატონო, ესე შეგიძლიათ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ხალბატონო ეკა გილოცავთ დაბადებით ახალ წელს. დიახ. მოგესალმებით სტუმარს. ჩვენ ძღოლები ვართ. რამოდენიმე კაცი და ცირად გისმენთ თქვენ ხალბატონო ეკა. დიახ. მაგათ მაყოფილი ვარ. კითხვა მაქვს სტუმართან. კი ბატონო. ძღოლებს ეს დაავადება გვაქვს ფეხების და კიდე ბუასილის პრობლემა გვაქვს ძალიან ბევრი და რა მაინტერესებს, აი ოპერაციის მერე თუ ხდება რეციდივი, თუ მეორდება ეს დაავადება. კარგით, მადლობა. ეს სხვათა შორის გთხოვთ რომ მოусმინოთ გადაცემას, იმიტომ რომ აქ მთავარი ის არის, რომ ოპერაციული ჩარევის გარეშე აქვს კლინიკა ხატერმას ეს მეთოდოლოგია, ამიტომ დარჩით ხაზზე და ის სწორედ ამ კითხვით ჩვენ გადავალთ ბატონ რევასთან, აი კონკრეტულად რას მოიცავს ბუასილის კურნალობის, როგორც სტუმარმაც დაადასტურა, ესეთი ყველაზე სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდის მიხედვით ხდება, ასე ვთქვათ, ამაზე დიახ. მეთოდზე ჯერ გავცემ კითხვას პასუხს. ამ მეთოდის ორიგინალობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხდება ჰემოროიდული კვანძების ისეთი ჩანასახოვანი მდგომარეობის აღმოჩენაც, რომელიც ჩვეულებრივად არ ჩანს და უხილავია და ხდება ამ ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი კვანძების ლიკვიდაციაც. შესაბამისად 99 წლიდან ჩვენ რეციდივი არ გქონია.
მედიცინაში ძნელია რაღაც გარანტიებზე და 100%-ებზე ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს 26 წლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რეციდივი პრაქტიკულად გამორიცხულია ამ მეთოდით მკურნალობის შემდეგ. შესაბამისად ეს მძღოლების დაავადება და ძალიან ხშირად მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს ეს პრობლემა. ცხოვრების წესი აქვს ბუნებრივი. საწყის მდგომარეობაში თუ შესაძლებელია მკურნალობა თქვათ სანთლებით და მალამოებით, როდესაც უკვე კვანძები ჩამოყალიბებულია, იქ პრაქტიკულად ეს კონსერვატიული მეთოდები არ მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ კლინიკაში დანერგილი ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ პრაქტიკულად 2-3 დღის მერე შრომის უნარი აღუდგეს პაციენტს და ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძოს თავისი შრომა და ყოფა-ცხოვრება. კი ბატონო. ზარი არის კიდევ პირდაპირ ეთერში, მოდით ხაზზე შემოვიყვანოთ და შემდეგ კომპლექსურად გავშალოთ პასუხები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, მე მინდა კითხვა დავსვა წონის რეგულირებასთან დაკავშირებით. დიახ, გისმენთ. ხშირად მაქვს ეს პრობლემები, ხან ვიკლებ, ხან ვიმატებ და მინდა ისეთი მეთოდის გამოყენება, რო არ მიწევდეს მასიური შიმშილი, არ მიწევდეს დიეტა და წონის რეგულირება შევძლო. და თქვენს კლინიკას რა მეთოდები აქვს, ინდივიდუალური აქვს, რაიმე დიეტები აქვს, გასახსნებელი ჩაი თუ რა მირჩევდით? მადლობა კითხვისთვის, ხო, ეს საინტერესო კითხვა არის. კარგით, მაშინ მოდით ჯერ დაასრულოს ბატონო რეზომ პასუხი ბუასილთან დაკავშირებით, თუ კიდევ გვინდა ამის ჩაშლა და შემდეგ ალბათ მე როგორც მივხვდი, ბატონო ხათუნა უკვე წონის რეგულირებას უპასუხებს, ხო? პრაქტიკულად ჩვენი მეთოდი არის მინიმალურად მატრავმირებელი, შესაბამისად ჩვენ მოგმართავენ პაციენტები, ვისთვისაც უკუნაჩვენებია ზოგადი გაუტკივარება, ჩვენ მუშაობთ ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში. ეს იმდენად უმტკივნეულო მეთოდია, რომ მის ჩატარებისას პაციენტები როგორც წესი ან ტელეფონზე საუბრობენ, ან სკროლავენ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მუშაობთ და ისინი აგრძელებენ თავიანთ ჩვეულ რიტმში ყოფნას. ამ მკურნალობის მეთოდის შემდეგ არ ჭირდება პაციენტს არც წოლითი რეჟიმი, არც შეხვევები, არც განმეორებით კლინიკაში მოსვლა. პრაქტიკულად მეორე დღიდან შეუძლია განაგრძოს ჩვეული რიტმით ცხოვრება. მეთოდის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ჩვენ პრაქტიკულად მჭრელ ინსტრუმენტებს არ ვხმარობთ. ხდება სისხლძარღვების ბლოკირება, რომლითაც მარაგდება ჰემოროიდული კვანძების სისხლით და შესაბამისად ამის შემდეგ ეს კვანძები განიცდის განლევას, ლიზის და ჩამოიშლება ისე, რომ 2-3 კვირის შემდეგ პაციენტს უკვე აქვს სრულიად ჯანსაღი და ნორმალური დაავადებული მიდამო. შესაბამისად მეთოდი ძალიან პრაქტიკულია, ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ადვილად გადასატანი და შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ეს არის რევოლუციური მეთოდი და დიდი გამარჯვება, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. კი ბატონო, და ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომაც პაციენტებისთვის ძალიან მისაღები არის და ხშირად ისინი, ასე ვთქვათ, სწორედ ჰემოროიდული კვანძების ლიკვიდაციას უკვე ქირურგიული ოპერაციის გარეშე თქვენს კლინიკაში მოგმართავენ ხოლმე. ბატონო ხათუნა, მოდით წონის რეგულირების საკითხს შევეხოთ. ესეც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, რომ მიტყვიან კლინიკის ბენეფიტია და მნიშვნელოვანი მიგნება კლინიკის მხრიდან. ჰატერმანის სავიზიტო ბარათი, რომ აი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რაღაცნაირად თითქოს მენტალური ბმა არსებობს, ხომ? ამ საკითხებში ფიზიკურ მდგომარეობასა და მენტალურ მდგომარეობას შორის და აი ბატონის კითხვა მინდა განვავრცოთ. დღეს ძალიან ასე ვთქვათ, რაღაცა მოდურ თემადაც იქცა, თუმცა ესე იგი ძალიან უკონტროლო და ქაოტურად ხდება სოციალურ ქსელში ამის, ასე ვთქვათ, დატრიალება, რომ იტყვიან, ეხლა მოძებნილია ადამიანებში, ხო, ეს სუსტი წერტილი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, პლუს ჯანმრთელობის პრობლემები პირდაპირ ბმაშია, ხო, გასუქება ძალიან ბევრ სერიოზულ დაავადებასთან. როგორი არის თქვენი მიდგომები, ნუ რაზეც შეიძლება რომ საჯაროდ ვისაუბროთ და არ არის ინდივიდუალური განხილვის საკითხი?
აბსოლუტურად, როგორც ერთი მიმართულებით, ასევე მეორე მიმართულებით, პროქტოლოგიაშიც და წონის კორექციაშიც გასაიდუმლოებული ამ მეთოდებს არაფერი არ აქვს. უბრალოდ კიდევ ერთხელ დავძენ, რომ არის პერსონალიზირებული მკურნალობის მიმართულება, რას გულისხმობს. ქალბატონს ვეტყვი პირველ რიგში იმას, რომ ძალიან მიყვარს ასეთი შეკითხვები, იმიტომ რომ მომენტალურად ხვდები მათი გულშემატკივარი, ვინაიდან მე ამ წუთას ქალბატონო გესაუბრებით თქვენს მდგომარეობაში მყოფი 22 წლის წინ თავად ჭარბწონიანი, რომელმაც დავიკელი 67 კილო, 28 წლიდან 67 კილო. ერთ-ერთი გართულება იყო წონის მატებისას ორსულობა, რომლის შემდეგაც ძალიან მიჭირდა წონის დაკლება. უბრალოდ ხა ჩემი გარემოცვა მიეჩვია იმას, რომ როგორც ქირურგი ჭარბწონიანი, ფიზიკურად ესე ხნეთ გამოვიყურებოდი. მაგრამ ყველა ქალბატონს ჭირდება ფორმაში ყოფნა და პლუს ეს ჭარბი წონა, როდესაც გაქვს 67 კილო ჭარბი ნორმასთან შედარებით, ხო, ეს უამრავ პრობლემებს იწვევს ადამიანში. იქ კიდურების შეშუპებიდან დაწყებული ჰორმონალური დისბალანსი, წონითი დისბალანსი, უამრავი რამე იყო. აქ არ იყო მარტო მასურ ინდექსზე საუბარი. შესაბამისად, ნახეთ, მეც თქვენსავით ქალბატონო ვეჭიდავებოდი ჩემს წონას, მუდმივად ვიყავი დიეტებზე, თქვენ რა სიტყვებით ახსენეთ, შევეცდები რომ იმ სიტყვებით გაგცეთ პასუხი. და აი ეს დიეტა უკვე იმდენად ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებდა ჩემზე, მით უმეტეს ეხლა დღევანდელ პირობებში DASO-ს სადაც ჩავწერთ ინტერნეტში, ყველგან უამრავი დიეტები ამოვარდება და ეს მენტორული მიმართულებები, რომ ივარჯიშეთ ჩემთვის რაიმე უნდას ტიპის დავალებები რომ მოეცა ვინმეს, მე ამას ნებისყოფიდან გამომდინარე სიმართლე რო გითხრათ, ვასრულებდი ყველაფერს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა გარკვეული პერიოდით. აი როგორც კი დასრულდებოდა ეს უნდას მითითებები და პერიოდი, მეორე დღიდან ისევ ვიწყებდი მატებას. ძალიან ხშირად ორ მაგათაც მომიმატია, უკვე ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაგდებდა და მე აღარ მაინტერესებდა არაფერი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გადავწყვიტე, რომ აღარ ვიფიქრებ საერთოდ ამ წონის კლებაზე, აი ვიქნები ესეთი როგორიც ვარ და ადაპტაციას გავაკეთებ ამ მდგომარეობაში, ჩემს საქმიანობასთან შეუფარდებ ჩემს წონას. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ აი ეს უნიკალური პროგრამის შემოთავაზება მოხდა თუ არა, ოღონდ აქვე გავშტრიხავ იმას, რომ ნახეთ, ეს პროგრამა შემოთავაზებული იყო ჩემთვის როგორც ქირურგისთვის, პლასტიკური ქირურგიის გათვალისწინებით, რომ პაციენტი რომ მოვიდოდა აბდომინოპლასტიკის, გალიფეს გასაკეთებლად თუ ასე შემდეგ, მე მისთვის ცხიმის დასარბილებლად სადღაც 19-20 კილოგრამი წონა უნდა მომეკლო, იმისთვის რომ სამუშაო პროცესი პლასტიკური ნაკერით მით უმეტეს და ასე შემდეგ ყოფილიყო ძალიან ლამაზი. სხვათა შორის ამ ოპერაციებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვაწარმოებდით და მე 34 წელია სიამაყით ვაცხადებ, რომ ბატონი რეზოს ერთადერთი განუმეორებელი ასისტენტი ვარ, შეუცვლელი ასისტენტი ვარ მისთვის, სანდო ასისტენტი ვარ და აქვე ვიტყვი, რომ პროქტოლოგიური მეთოდიც, რომელიც არის მისი საავტორო, ჯერჯერობით მარტო მე ვიცი და თამამად შემიძლია პაციენტებთან ამ საკითხებზე საუბარი. რაც შეეხება ისევ ქალბატონო, თქვენთვის არის სწორედ ეს პროგრამა, ჰატერმანის პროგრამა, გარდა იმისა, რომ თქვენ გაკლებინებთ წონას, უმტკივნეულოდ თქვენ თვითონვე არჩევთ თქვენი საყვარელი პროდუქტებით, თქვენი საყვარელი საკვებით, კვების რაციონს, ოღონდ ჩვენ ერთად ვიღებთ, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, საიდან მოდის წონის მატება, ვარკვევთ ერთად, იქმნება ჩვენ შორის სამუშაო ველი,
და აი ამ ველის შექმნიდან, როგორც კი დამყარდება ჩვენ შორის რაპორტი, იწყება გაცნობიერება ყველა მომენტის, რაც უკავშირდება თქვენი წონის მატებას. ეხლა შესაძლოა იყოს ცოტა მსმენელისთვის რთული გასაგები და აღსაქმელი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გაცნობიერებით იწყება და გავდივართ შედეგზე. და შედეგი შენარჩუნებადია ჰატერმანის პროგრამით დასახეზე ვარ 22 წლის განმავლობაში თქვენს წინაშე, მაგრამ ნახეთ პასუხისმგებლობას, როდესაც ვიღებთ და ვაღწევთ წარმატების მიღწევისას, მაშინაც უდიდესი პასუხისმგებლობა ერთვება. მოდით გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ უკვე კონკრეტული კითხვები, რომელიც ანონსის შემდგომ გამოგვიგზავნეს. კივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები. დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები. სამედიცინო სერვისი და ყველაზე აქტუალური კითხვები გადაცემაში. ექიმის ტაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა. დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე საინ ფარმას და ნატორმილის საკვებ დანამატებზე. შპს ეიფოსი ენერგოძალოვანი სისტემები გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით დიზელ გენერატორების გაქირავებას, შეძენას, მონტაჟს, სათადარიგო ნაწილებს, ასევე მონტაჟის შემდგომ მომსახურებას, ხარისხის გარანტიით. საკონტაქტო ნომერი 0322151525 55872 რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. კივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები. დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები. სამედიცინო სერვისი და ყველაზე აქტუალური კითხვები გადაცემაში. ექიმის ტაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ექიმის ტაიმსი ეკა სეხნიაშვილთან ერთად მულტიმედია პლატფორმაზე ჯორჯიან ტაიმსი. გადაცემის სტუმრები გახლავან ქალბატონი ხათუნა ხორავა, კლინიკა ჰატერმანის დამფუძნებელი, სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი, ბატონი რევაზ გაბაშვილი, დირექტორი ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. მე მაინც მინდა ჩვენ გვაქვს კითხვები, აუარება, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ახლაც ონლაინ პლატფორმაზე გამოგვიგზავნოთ კითხვები, მე რეჟისორი მომაწვდის მას, პროქტოლოგიაზე, ბუასილის კურნალობის ყველაზე სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდზე, ჰემოროიდალური კვანძების ლიკვიდაციაზე და პროლაფსის კურნალობაზე, ქირურგიული ოპერაციების გარეშე. აი, როგორც ბატონმა რევაზმა თქვა, ძალიან საინტერესო რაღაც, რომ შეგიძლიათ ტელეფონის ქროლოთ და ასე ვთქვათ, გაერთოთ კიდევაც ოპერაციის დროს ბჭყალებში ოპერაცია, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა წონის მართვა, რაზედაც ქალბატონი ხათუნა საუბრობდა თვითონ გახლავთ უშუალო ნიმუში ადამიანმა 67 კილო დაიკლო სწორედ აი ამ მეთოდოლოგიით, რომელიც ემოციურ კეთილდღეობასაც გულისხმობს ყველა სხვა სიკეთებთან ერთად. მაშ ასე მოდით დავიწყოთ კითხვები. მე ახლა კითხვას დავსვავ და თქვენ რომელიც უფრო კომპეტენტური ბრძანდებით, ასე უპასუხებთ, იმიტომ რომ მე რო არ გამსასხრო. ესე იგი, გამარჯობათ ბატონ რევას, თქვენი მისამართით არის ჰემოროიდექტომია, უღოთ შიდა ჰემოროიდების მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეაო აღდგენის პერიოდი, როცა ჩვეულებრივ ოპერაციას იკეთებ ბუასილის დროსო. და თქვენ შემთხვევაში სიტუაცია როგორ ხდება? ხა ეს შეიძლება არც გისმენდათ. თქვენ როცა საუბრობთ, ხო, ეს არის ანონსის შემდგომ გადმოგზავნილი კითხვები, ის მიუბრუნდება შემდეგ გადაცემას და მოისმენს თქვენს პასუხს. გისმენთ კი. შიდა კვანძების შემთხვევაშიც ჩვენი მეთოდი იმდენად უმტკივნეულო და იმდენად ადვილად გადასატანია, რომ პრაქტიკულად რეაბილიტაციის პერიოდი არ არსებობს. პაციენტი ჩვეულებრივი ურნალობის ან ოპერაციის შემდეგ ყველას აქვს პირველი დეფეკაციის შიში და საშინელი ტკივილები ამის შემდეგ გრძელდება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. პირველივე დეფეკაცია არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და პაციენტს
ყოველთვის აქვს შიში და მაინც არ ჯერა რომ ეს იქნება უმტკივნეულო და მე გახარებული გვირეკავენ რომ მართლაც არავითარი ტკივილი არ ქონიათ. შესაბამისად რეაბილიტაციის პერიოდი პრაქტიკულად არ არსებობს. ადამიანი ჩვენგან რომ მიდის მეორე დღიდან არის სრულიად ჯანმრთელი და შესაბამისად არავითარი ტკივილი, არავითარი წუხილი манипуляციის შემდეგ პაციენტს არ აქვს. კი ბატონო. გამარჯობათ. 32 წლის ვარ, რომ ნევროლოგმა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დამისვა და გამომიწერა ანტიდეპრესანტები და არ მინდაო ანტიდეპრესანტების მიღება ცოტათი მაშინებს და მე ვუსმენდი ბატონ ხათუნას და ძალიან დადებითად განვეწყდა. ამის საწინააღმდეგო ხომ არ აქვს რაიმე პროგრამაო? საბედნიეროდ დიახ. ეს პროცესი და ეს გამოწვევა ქალბატონის გაცილებით უფრო მეტად ეხება ფსიქოთერაპიას და ფსიქოთერაპიაში არსებობს დიაგნოსტირების, შემდგომ უკვე კვლევის შედეგად იმ სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც შესაძლებელია გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობის დროს. თუმცა ალბათ მაინც იქნება ამ შემთხვევაში გადასახედი თვითონ კონკრეტულად პაციენტის კონსულტირება, პაციენტთან ურთიერთობა, პაციენტთან გასაუბრება და ფსიქოთერაპია სწორედ ასე მუშაობს ანტიდეპრესანტების გარეშე. თავად ტექნიკები და ფსიქოთერაპიული მიდგომა უკვე არის მკურნალობა პაციენტების მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე. თუ საჭირო ხდება მედიკამენტების ჩარევა, ფსიქოთერაპევტი უკვე საქმის კურსში აყენებს სხვადასხვა სპეციალისტს და ესეც ხდება ჩვენივე კლინიკაში. შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში დანიშნულების შესრულება. თუმცა ფსიქოთერაპია ისეთი ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი, რომ როგორც წესი, ასეთი აშლილობების დროს ჩვენ ანტიდეპრესანტები არ გვჭირდება. ეს ძალიან კარგი. გამარჯობათ. ძალიან მაინტერესებს ქალბატონ ხათუნას აზრი ბოლო დროს მომრავლებულ წონით ექსპერტებსეო, რა სიტყვისო? იცით, მე ყოველთვის ვიკავებ ხოლმე თავს იმიტომ რომ არ მინდა ვიყო სუბიექტური. მინდა ვიყო ყოველთვის ობიექტური. თუ თავად არა ვარ შეხებაში ვინმესთან ან რამესთან, არასოდეს არ ვსაუბრობ იმ საკითხზე. მე შემიძლია ერთი რამის თქმა, რომ როდესაც ჩვენ ვიკვლევთ პაციენტს და უამრავი რწმუნებულებები მოდის, ისედაც კიდევ დამატებითი რწმუნებულებები უნდების სახით, ეს უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცით, როდესაც რაღაცას იძულებით ავალებ პაციენტს, რომ გინდა თუ არა ადამიანს საერთოდ ეს უნდა გააკეთო, იმას შინაგანად ეს ყველაფერი უპროტესტდება. აი ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ჰატერმანის პროგრამით პაციენტის კვლევა ტარდება ენდოკრინული სისტემა, ნივთიერებათა ცვლის პროცესები, აბსოლუტურად ლიპიდური ცვლიდან დაწყებული სრულად მიკროელემენტების უსერიოზულესი კვლევა ტარდება საწყისში იმისთვის, რომ ფიზიკური მდგომარეობა გაირკვეს. წარმოიდგინეთ ხა თავად, როდესაც პაციენტს აქვს წონასთან შეჭიდული ენდოკრინული დარღვევები და თავისთავად ხდება ჰიპოთირეოზის ფონზე სითხის შემოჭრა. ასეთ პაციენტს რომ ურჩიო 2-3 ლიტრა წყლის მიღება დღის განმავლობაში, ეს გახდება კატასტროფული დარღვევების გამომწვევი, იმიტომ რომ პაციენტი შუპდება ამ დროს, ისედაც ენდოკრინული ჰიპოთირეოზის დროს და ენდოკრინული დარღვევების დროს განსაკუთრებით არსებობს ესეთი მე პირველად ეს ამერიკელი სპეციალისტებისგან მოვისმინე წონითი ჰიპოთირეოზი. როდესაც ჩემი ფარისებური ჯირკვალი იყო მომართული მოემარაგებინა 65 და 70 კილოგრამი წონა და იწონის ადამიანი 127 კილოს, აი ამას ქვია წონითი ჰიპოთირეოზი. როგორც კი დაბრუნდა ჩემი წონა ნორმალურ წონაზე,
მაშინვე ყველა სისტემამ აღიდგინა და ბალანსი და აი ეს არის სწორედ სიჯანსაღე. ნახეთ და ეხლა იგივე როდესაც მე კიდურების შეშუპებაც ვახსენე, უამრავი რამ, რაც ჰიპოთირეოზისთვის არის დამახასიათებელი, მე დღის განმავლობაში 2-3 ლიტრა წყალი რომ მიმეღო, ძალიან არ შეიძლება ეს სპონტანური კლიშეებით კარნახი, იმიტომ რომ ეს უნდა ინდივიდუალური кейსებით განისაზღვროს. ისევე როგორც ახლა ვარჯიში. აბსოლუტურად. პროტრუზიები ვისაც აქვს, ხო იქ ძალიან სათუთად უნდა ეს ერთი. მეორე, როგორც არ უნდა დაუშვათ საკუთარი მდგომარეობა მიანდო ტრენერს, რომელიც გავარჯიშებს სწორად. აუცილებლად იმ ტრენერს მინიმალური წარმოდგენა მაინც უნდა კონდეს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე და მის ჯანმრთელობაზე. უამრავი პაციენტი მყავს, მაგალითად, ჭარბი წონის მიზეზებით, ხერხემლის პრობლემებით. წარმოიდგინეთ. იგივე ჰატერმანის პროგრამის დროს პაციენტი დაახლოებით 5-6 სანტიმეტრს სიმაღლეში იმატებს. კი ბატონო, იმიტომ რომ ჭარბი წონის დროს ხერხემლის არასწორი დგომაა ზეწოლის გამო და როგორც კი ნორმალურ წონას უბრუნდება, სწორდება ეს ყველაფერი და წარმოიდგინეთ ესეთ პაციენტს არასწორი ვარჯიშები რო დაენიშნოს. შეიძლება იცით როგორ არის. კი ბატონო, შეიძლება ვარჯიში იყოს სწორი, მაგრამ ის სწორი ვარჯიში უნდა იყოს შემუშავებული, ხო? შემუშავებულის გარდა ზუსტად უნდა მიესადაგებოდეს ამ პაციენტს კონკრეტულად. მოგესალმებით, მაწუხებს ნერვოზი, გრძნობ ძალიან დაძაბულობას, დეპრესიას, ვუჩივი მეხსიერების დაქვეითებას, თუ ხდება მსგავსი დიაგნოზის კურნალობა თქვენს კლინიკაშიო. ნუ ეს კითხვები არის, შესაძლოა ის გამოგზავნილი არის ადრე ვიდრე თქვენ საუბრობდით. კი, შფოთვითი აშლილობები იკურნება, მაგრამ ქაბატო ეხა თუნდა მაინც გააკეთებს ამაზე კიდევ ერთხელ პასუხს გაგცემთ. იცით როგორ არის, აი როდესაც პაციენტი უკვე ასახელებს დიაგნოზს. ეხლა პრაქტიკულად ამ შეკითხვის ავტორმა გამოუტანა ან გამოუტანეს და აჟღერებს დიაგნოზს. მე ესეთი შეკითხვების დროს ვპასუხობ ესეთი ფორმით. საჭიროა შეგიძლიათ მოიძიოთ კლინიკა ჰატერმანის ნომერი, ტელეფონზე დამიკავშირდეთ, კონკრეტულად უფრო შესაძლებელია დეტალებში შევიდეთ. მისამართი შეგიძლიათ თქვათ პირდაპირ ეთერში, სად არის ბევრი წერს უკვე რომ მისამართი. კლინიკა მდებარეობს პეტრე ქავთარაძის პირველი შესახვევი, ნომერი 10. ტელეფონის ნომერია 557 774 007. 24/7-ზე არ გაგიკვირდეთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, გავიაროთ გასაუბრება და შემდეგ უკვე დეტალებში შესვლის შემდეგ რა ინფორმაციაც თქვენ გექნებათ, შესაძლებელია ჩავნიშნოთ ვიზიტი, კიდევ ერთხელ მე პირველად პაციენტებს როგორც წესი მინიმუმ საათნახევარი 2 საათი ვესაუბრები. იმიტომ რომ უამრავი რამ გამოდის იქ საუბარში, რაზეც არის ყურადღება გასამახვილებელი. ასევე ხდება პროქტოლოგიურ პაციენტებზე. ერთი რამ მინდა გთხოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სოცმედია ჯგუფი კლინიკაში და ჩვენივე გვერდზე მესენჯერში გპასუხობენ, გადმომისამართებას აკეთებენ ნომრით, საკონტაქტო ნომრით, ხო, იცოდეთ, რომ ყველა ერთვებით პირადად ჩემთან. რატომ ამაზე გიპასუხებთ? პაციენტს სჭირდება პირველ რიგში ექიმთან ურთიერთობა. პაციენტს სჭირდება პროფესიონალთან ურთიერთობა. ჩვენ არასოდეს არ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის უცნობია. ჩვენ საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, რისის შემოთავაზება ჩვენ შეგვიძლია და რასაც გთავაზობთ, იმაზე მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პირობებს არ აღგიდგავთ. იმაზე საუბრობთ თავიდან ბოლომდე და ვასრულებთ A-დან H-მდე ჩვენივე დანაპირებს. ამიტომ ერთვებით ჩემთან წინასწარ
ვჯავშნით ვიზიტს და აი ამ ვიზიტის დაჯავშნისასაც საათობით ვისაუბრებთ თქვენი გასინჯვის პროცესი, გასინჯვა დიაგნოსტირება, ეგ შიდა კვანძებზე იყო შეკითხვები, გარედან კვანძებზე იყო შეკითხვები, უამრავი რამ გამოვლინდება თქვენთან შეხვედრის დროს და უკვე პერსონალურად თქვენთვის რა ჩატარდება, იმაზე იქნება საუბარი. პროქტოლოგიური პროცესიც არის ესეთი. ნახეთ, პროქტოლოგიურ პაციენტთან მიმართებაში რეკავთ ჯავშნით ვიზიტს, მობრძანდებით, გასინჯვა დიაგნოსტირება ჩატარდება და შემდეგ უკვე კონკრეტულად თქვენ რა ჩაგიტარდებათ, იმაზე იქნება საუბარი. აი ესეთი სკრუპულოზურად, აი რომ მიტყვიან დაღეჭილად, მე აი პირველად მესმის, რომ კლინიკის ხელმძღვანელი ესე ახლოს შედიოდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, როგორც უბრალოდ რიგითი მოქალაქე ამისათვის. გიხდით, რომ ზოგადად ეს სტანდარტი დამკვიდრდეს საქართველოში, რომ იყოს უშუალო შემხებლობაში, კითხვები არის ძალიან ბევრი, აი ჩვენ უკვე 42 წუთია პირდაპირ ეთერში ვართ. მე მოგცემთ საშუალებას, რომ კიდევ 2 წუთი მიმართოთ თქვენ და თუ კი, აი თქვათ, აქ არის შაკიკთან დაკავშირებით კითხვები, კლიმაქტერული პერიოდის ქალბატონის მენტალური პრობლემების მართვა და ამაზე შემდეგ უკვე თქვენ პასუხში გააკეთეთ ბატონებას. ჯერ თქვენ, რომ შევაჯამოთ გადაცემა და შემდეგ ქალბატონ ხათუნასთან. ისე პროქტოლოგიას დაუბრუნდები და გეტყვით, რომ ეს მეთოდი არის უნიკალური, არის ძალიან ადვილად გადასატანი პაციენტისთვის, იძლევა გარანტირებულ შედეგს, არ ახლავს რეციდივები, არ ახლავს ტკივილები, არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მოგმართოთ, მობრძანდეთ და ჩვენ მზად ვართ ყველანაირად, რომ ხარი დაგიჭიროთ, დაგეხმაროთ, გიმკურნალოთ და მოგარჩინოთ, დაგაბრუნოთ მშრომელთა რიგებში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ამომწურავი პასუხი იყო, ქალბატონ ხათუნა. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეთ ჩვენი მსმენელების, აი არ წყდება კითხვები, რომ უნდათ ყველას, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს ამ ხელა ქრონომეტრაჟში, მთელი დღე ვერ ვისხდებით, ხო, პირდაპირ ეთერში. გისმენთ თქვენ, ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ჯერ კიდევ ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, რომ წამალზე მეტადო შეიძლება ექიმის სიტყვა მოგარჩინოსო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, აი ფსიქოლოგიური მიდგომა პაციენტთა, როგორც ხვდები მე თქვენი ამ საუბრიდან, ესეთი კლინიკა ხატერმანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზისი სწორედ ეს გახლავთ, რომ ის ახლოს მიდის პაციენტთან ურთიერთობისას, რა დაავადებითაც არ უნდა იყოს და რაღაცა არ უდგება მონოტონურ რეჟიმში, რომ მხოლოდ თქვათ რაღაცა წამალი მედიკამენტი გადი გამოდი, ეს არ ხდება. ანუ უფრო ახლო კონტაქტში შევძანდებით, როგორც მე მივხვდი. კი ბატონო, და ამას ვაცხადებ სიამაყით, რომ მე თითქმის პაციენტების ცხოვრებით ვცხოვრობ, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე და ჰატერმანის პროგრამიდან გამომდინარე, მე მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო გავჩერებულიყავი რაღაც ეტაპზე, როგორც ექიმი, როგორც მედიცინის დოქტორი, მაგრამ როდესაც პროგრამამ მომთხოვა მე დამატებით ფსიქოთერაპიული ცოდნები, ეს მხოლოდ დამატებით არ იყო, იცით, ამერიკის წამყვანი კლინიკები და ევროპის წამყვანი კლინიკები პირველ რიგში ესე მუშაობენ. ექიმს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს დღესდღეობით. ექიმს მოეთხოვება სწორედ ის მინიმალური ფსიქოთერაპიული ცოდნები მაინც, თუმცა ჰატერმანის პროგრამამ მე მომთხოვა საკმაოდ სერიოზული განათლების მიღება, რისი საშუალებაც იყო პანდემიის პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივ სკოლას საქართველოში, რომლითაც დავიწყე, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდში ცოტა რთულდებოდა სადმე გასულა ჩემი, თუმცა მე ესეც გავაგრძელე და ეს იყო მენტალური ჯანმრთელობის აკადემია, სახელწოდებით
დენდრონი არაჩვეულებრივი სპეციალისტებით, საიდანაც გავიკვალე გზა და გავხდი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი და ამის შემდეგ სიამოვნებით გავაგრძელე უკვე სწავლა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რაც ჭირდებოდა ჰატერმანის პროგრამას. და ჰატერმანის პროგრამის მოთხოვნით და მათივე ფონდის მხარდაჭერით მე უკვე შემდგომ გავიკვალე გზა და დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ აღიარებული ინტეგრირებული NLP ტრანსული თერაპიის და ივნისის ბოლოს ვიქნები უკვე art თერაპიის სპეციალისტი. აი ეს ორი მომენტი, art თერაპიაც და ინტეგრირებული ტრანსული თერაპიაც NLP ტექნიკებთან ერთად და NLP ფსიქოთერაპია ძალიან გვეხმარება თვითონ თუნდაც წონის კორექციის პროცესში და იმ დეტალების აღმოჩენაში, საიდანაც მოდის გარკვეული მიზეზები და რაზეც გავდივართ. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის დაავადებებსაც, ყველა შემთხვევაში პაციენტს ვუდგებით აი ასე კომპლექსურად. ფსიქოსომატური პრობლემებით, ფსიქოლოგიური გამოწვევებით და ამავდროულად მისი ფიზიკური მდგომარეობის მოგვარებით. და კიდევ ერთს გეტყვით, ქალბატონო ეკა, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რასაც ვაკეთებთ ჩვენ და რაშიც ჩვენ ვართ სპეციალიზირებული იმას, იმ პრობლემებს და იმ გამოწვევებს უვლით ჩვენ და საჭიროების შემთხვევაში გვაქვს საშუალება, ეგ კითხვა იყო ქალბატონის კლიმაქტერულ პერიოდში, ჩვენ გვაქვს საშუალება, ყავს მოწვეული სპეციალისტი, ძალიან ჭკვიანი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, რომელიც უამრავ გინეკოლოგი, რომელიც უამრავ საინტერესო საკითხებზე მუშაობს, ეკატერინე გაბაშვილი და ასევე სხვადასხვა სპეციალისტები, რომელთა დახმარება ჩვენ 44 სპეციალისტი ვხვდებით ყველა პაციენტის кейსის გარჩევისას. ეს იქნება ჩემი პაციენტი თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისათვის ბატონებას ქალბატონ ხათუნამ. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, თქვენ საათის განმავლობაში უსმენდით და უყურებდით გადაცემა ექიმის Times ეკას ეხნიაშვილთან ერთად. გადაცემის თემები გახდათ, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გადაცემა იყო კლინიკა ჰატერმანი, ინოვაციური მკურნალობის ამერიკული მეთოდოლოგია თქვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისათვის. ეს გახლავთ როგორც პროქტოლოგიური პრობლემების მოგვარება, სრულად უმტკივნეულოდ და ძალიან ხარისხიანად ყოველგვარი ქირურგიული ოპერაციების გარეშე. მეორე მნიშვნელოვანი თემა, საყოველთაო პრობლემა მასების შეიძლება ითქვას წონის მართვა და პარალელურ რეჟიმში, ასევე მესამე მნიშვნელოვანი ეს არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ემოციური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ასევე კლინიკა ჰატერმანს გადაეცა წლის მედია ჯილდო ამერიკული ინოვაციებისთვის და მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ქალბატონ ხათუნას და კლინიკა ჰატერმანს ჩვენი პატარა შშმ ბავშვების ხარდაჭერისათვის. ვფიქრობ, რომ სწორედ კლინიკა ამ მიმართულებითაც ძალიან ინტენსიურად ჩაებმევა მალე, იმიტომ რომ ისეთ უნარებს ეუფლება სწორედ ფსიქოსომატური პროცესების მართვის. კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ხათუნა ხორავას, ბატონ რეზოს და კლინიკა ჰატერმანს. მადლობა, რომ ქართულ სამედიცინო სივრცეში არსებობს ესეთი კლინიკა, რომელიც თქვენ მიგიღებთ, დაგელაპარაკებათ, თქვენთან ახლოს მოვა, თქვენს პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანთ და რა თქმა უნდა განკურნების და გაჯანსაღების საუკეთესო ინდივიდუალურ მიდგომას შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა. მე დღეს ამით გემშვიდობებით. ეთერში იყო ექიმის Times-ი ეკას ეხნიაშვილთან ერთად. რა თქმა უნდა ჯანმრთელობას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.